მაგ თემაზე რახან დღეს ელისაშვილის მიუძღვენთ ეს გადაცემა. არა, ღმერთმა დამხმაროს კაცო. ელისაშვილის გადაცემა რომ მიუძღვნა რას ლაპარაკობ? მაგ აქ უფრო დააჭერინა ის ბავშვები. ელისაშვილი იყო მთავარი მოწმე. რაღა ბავშვები, ზასრული ხალხი იყო. ხო, ნუ ბავშვებიც იყვნენ მან და ნუ ზასრული ხალხი კი ბატონო და ლევა ჩაჩუა იყო, შოთა აფხაიძე ხშირად ყავს შესტუმრად. კი და ერთ-ერთი იყო ელისაშვილი იყო მთავარი მოწმე, რომ უდასტურებდა რომ ნამდვილად ამ ადამიანებმა რაღაცა შეჭრა და კრიმინალი ჩაიდინეს და რა თქმა უნდა რეალობას არ შეესაბამებოდა, მაგრამ ნუ ეს იყო ფაქტი და მოცემულობა. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ანუ ეს ცხოვრება კარმა რა და უკან უბრუნდება ამ შემთხვევაში ბატონ ელისაშვილზე მაქვს საუბარი, არ შეიძლება ადამიანი ესე დააჭერინო, ცრუჩვენება მისცე, იმიტომ რომ აგერ ხო ხედავ ეხა მიუბრუნდა უკან და თვითონ იძახის რომ მე ცრუ ბრალდებით ვარ ბრალდებულიო და ამიტომ არის რომ ჯობია რომ კარგი საქმეები აკეთოს და დაანებოს ამ ხელების ქნევას და რეალურად იფიქროს მართლა თუ პოლიტიკოსობა უნდა რომ ხალხს როგორმე ემსახუროს და არა ისე როგორც რაღაცა ცირკის მასხარასავით ხან სად დადის ხან ვისთან ერთიანდება და ხან ძალიან ცუდ სიტუაციებში იგებს ხოლმე თავს მაგალითად ხაზარაძეს რომ ბოდიშები უხადა რა ეგ იყო ჩემთვის ყოველად ამორალური პოლიტიკოსის საქციელი ჯერ კაც რომელსაც შენი იდეოლოგიურად ნაღმდეგები რა ვიცი ყველანაირად და შემდეგ იქ რაღაცა გეხარ და ბოდიშებს უხდი რომ თურმე ეს მევახშე და ეს უცხოური აგენტის გამტარებელი პიროვნება თუ როგორი კარგი ადამიანია და მასთან ერთად თუ როგორი მნიშვნელოვანია პოლიტიკაში ყოფნა და ესეთი მარაზმული განცხადებები რა თქმა უნდა აკნინებს ადამიანს და იმ კახელმა რო უთხრა ბატონ ნიკოლოს რომ არ ნუ ხო ხდებით არ ხო ჩაიჯვიოთ რაღაცა ხო დიახ და იქ მოვიდა პოლიტიკურად ბატონ ელისაშვილს და ეს არის ფაქტი არა მარტო მაგას არ მოვიდა ეხა მე ვფიქრობ აი ცით რა არის ეს ჟურნალისტობა ბევრს გონია ინდულგენცია და იმუნიტეტი რა შეეხება ჟურნალისტობას ეხა ძალიან კარგი ინიცირება ხო ხო მოგცეს კაპიტნობა ის ხო კი მე ამ ტემ პირველმა დააჯირდოვა ლექსობა იდე ტემ პირველის ხაის უკვე დააჯირდოვა ვერინელებენ რომ ხელისუფლებას ну ამას ვიძახდი და ეხაც ღიაც ვიძახი რომ არჩევნებში ვეხმარებოდი ხელისუფლებას იმიტომ რომ იმაჩნია რომ ხელისუფლებას სწორ გზას ატარებს და ამაგ დასამალე არაფერია სწორი კურსი აქვს სწორი საგარეო კურსი აქვს სწორი საშინაო კურსი აქვს და რა თქმა უნდა ხელი უნდა შეუწყო ესეთ ხელისუფლებას ოდესაც შენ ხედავ რომ სწორ გზას და სწორ პოლიტიკას ატარებს შენი ხელისუფალი ეხლა რაც შეეხება კონკრეტულად ამ ჟურნალისტური თემა ძალიან მნიშვნელოვანი თემა წამოიწია ბატონ ნიკოლოზ და სუმაგას ვიძახი რომ როდესაც საკითხი ეხება ჟურნალისტურ ეთიკის სტანდარტებს ეს არის მნიშვნელოვანი და ის ბრიტანული სტანდარტი რაც არის რომელსაც ჩვენ ვაპირებთ რომ მივიღოთ ეს კანონმდებლობაში ავსახოთ სწორედ ეს სტანდარტი ანუ ობიექტურობა მაქსიმალურად იქნება ობიექტურობა ჟურნალისტი ვეღარ მოახდენს აპელირება რომ იმან თქვა დაუშვათ თქვენზე ვიღაცა იძახის რომ ვიღაცა პირობითაც ვსაუბრობ ან ვიღაცაზე იძახის რომ თაღლითია ვერ იტყვი ჟურნალისტი ამას ეს არ არის ობიექტურობა იმიტომ რომ შენ კიდე არ გინდა ქოსნობიერში გამახსოვდება რომ იმაზე ნეგატივი და ამას ვეღარ იტყვის და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ანუ სტანდარტი ეს უნდა იყოს ობიექტურობა დღეს რომ საზოგადოებას მართლაც და ეს არხები ტყვის ურეცხავენ და ეუნებიან რომ აი აქციაზე გამოდით და ჩვენ გადავკეტავთ და ამით არაფერი არ მოხდება აი რომ ეუნებიან და შემდეგ ფაქტია რომ ეს ბრმაიარაღად აქცევენ ამ ადამიანებს სადაც ჩვენ წინა გადაცემებზე ჩვენ წინასწარმეტყველებდით სხვათა შორის ბატონ ნიკოლოზ რომ არ უნდა გადაკეტილიყო ეს მაგისტრალი თორე წინა შემთხვევაში ბევრს დააკავებდნენ და ეგრეც მოხდა დააკავეს კიდევაც ხო დააპატიმრეს ეს ახალგაზრდები და აი ესე ბრმაიარაღად ამ პოლიტიკოსმა გამოიყენეს და ამიტომ ჟურნალისტებს დიდი ღვაწლი აქვს უნდა ჟურნალისტმა უნდა გამარტოს რას ნიშნავს პოლიცია რო გამოდიოდა და იძახდა რომ შეიცვალა და წაიკითხეთ კანონი რომ მაგისტრალის გადაკეტა სისხლის სამართლის დანაშაულია ეს უნდა ამის აპელირება უნდა მოეხდინა ტვ პირველი იქნება თუ ნებისმიერი არხი რა მნიშვნელობა აქვს აი ეს არ გააკეთეს მათ და შეგნებულად შეიყვანეს საზოგადოება შეცდომაში და ესე აღარ მოხდება და ძალიან კარგია რომ სტანდარტი გაიზრდება და ყველაფერი იქნება მაღალი სტანდარტით ესე არ შეიძლება რომ მე რაც მინდა ვლაპარაკობ და სიტყვის თავისუფლება თავდება იქ სადაც ჩემი თავისუფლება იზღუდება არა მე ერთი რამე ფაქტი ამიტომ მე თქვენ მოგიწოდებთ იმ ეგრეთ წოდებული კრიტიკული მაუწყებლებს ვეძახით თავს რომ სტანდარტი უნდა აწიოთ
არ შეიძლება ბატონო ნიკოლოზ ვიხმარ ამ სიტყვას რა, არ მიყვარს, მაგრამ დედას იგინებოდნენ, ანუ წამყვანი ჟურნალისტები, რომლებიც ზიან და რაღაცა მოძღვრავენ, დედას იგინებიან საჯაროდ, თუნდაც სოციალური ქსელების მეშვეობით დედას იგინებიან და შემდეგ ესენი ხედან ტელევიზიებში და მაღალ რაღაც მატერიალებზე გვესაუბრებიან, ეს არ არის სტანდარტი. გაგცეთ პასუხი და ძალიან კარგია რომ ამ სტანდარტის ამაღლება ხდება და საკანონმდებლო დონეზე ხდება ამის ყოველივეს დახვეწა. იმიტომ რომ ეს სტანდარტი არ ქონდათ მანამდე. ეხლა უკვე გაიცხრილება ყველაფერი ბატონო ნიკოლოზ, აი მაგალითად ის იმას უყვარს ხოლმე გინება სოციალური ქსელების მეშვეობით, რა გვარია ის კაცო ფორმულას წამყვან ვახოსანაია იქნება თუ სხვადასხვა ჟურნალისტები რომლებიც არიან აი ეს დაცვით კიდე დადის ისე? არა, მე მგონი აღარ დადის, მაგრამ რა მნიშვნელობა, ანუ არა, სახელმწიფომ დაუნიშნა დაცვა. ვიცი, დიახ და მაგრამ ეგ საქმე ხო მორჩა და აღარ დადის და ამიტომ ეს ადამიანები ვეღარ ესე ვთქვა დედის მიმართულებით ვეღარ შეიგინებიან, იმიტომ რამე რო უთხრა რომ დედის მიმართულებით რო აიგინებიან, მე აქეთ შენ გამოხარ მოძალადე. ამიტომ ეს სტანდარტიც გაიზრდება და ესენი ვეღარ შეძლებენ აი ესე შეურაცხყოფა საზოგადოების და ვეღარ შეძლებენ იმას რომ საზოგადოება აი ამ მდგომარეობაში მიიყვანო. წინააღმდეგ შემთხვევაში მათზე ამოქმედება სანქციები. და სანქციები შიში დარწმუნებული ვარ რომ ისინი ესე ვთქვა ცოროებში ჩაზრებიან და არავითარ შემთხვევაში აღარ მიეცემათ ქართველი ხალხის ესე ვთქვა გინების და ბულინგის შესაძლებლობა. კი ბატონო.